იცნობ ჩინგისხაენს? მათთვის ვინც არ იცის, ჩინგისხაენი მხოლოდ როგორც დიდი მმართველი და დამხრობელი არ არის ცნობილი. იგი ასევე ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე შიშისმომგვრელი ლიდერი ისტორიაში, რადგან მისი დაპყრობების დროს უამრავი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. შეფასებების მიხედვით მან თითქმის 40 მილიონი ადამიანი მოკლა. მაგრამ კითხვა ისაა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? როგორი იყო მისი ბავშვობა? ვინ ასწავლიდა მას? რა ტაქტიკა გამოიყენა მან? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ გახდა იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიდერი? ამას ახლა გავიგებთ. მანამ სანამ ის ცნობილი გახდა როგორც ჩინგისხაენი, მისი ნამდვილი სახელი იყო თემუჯინი. თემუჯინის ისტორია იწყება მონღოლეთის ვრცელ მინდვრებში, დაახლოებით 1162 წელს. მისი დაბადების ზუსტი წელი უცნობია, რადგან იმ დროს სრული წანაწერები არ არსებობდა. ადგილი, სადაც ის გაიზარდა, სტეპი ეწოდება. ეს არის უზარმაზარი მიწა, სადაც თითქმის არ არის ხეები. ზამთარში ძალიან ცივა, ქარი ძლიერია და სასოფლო სამეურნეოდ ვარბისი ადგილები ძალიან ცოტაა. ამიტომ ბევრი მონღოლი ადგილს იცვლიდა. ისინი თავიანთ ცხენებს, ცხვრებს, თხებს და სხვა ცხოველებს მიყავდათ იქ, სადაც ახალი ბალახი და წყალი იყო. მონღოლები მაშინ ჯერ კიდევ არ იყვნენ გაერთიანებული. ისინი დაყოფილნი იყვნენ მრავალ ტომად და კლანად. თითოეულ ჯგუფს ჰყავდა საკუთარი ლიდერი და საკუთარი მებრძოლები. ისინი ხშირად იბრძოდნენ ერთმანეთთან ცხოველების, საძოვრების, საკვების და ძალაუფლების გამო. ჩვეულებრივი იყო ქურდობა, გატაცება და შურისძიება მტრულ ჯგუფებს შორის. თემუჯინის მამა იყო იესუგეი, ცნობილი მებრძოლი და პატარა ჯგუფის ლიდერი ბორჯიგინების კლანიდან. მისი დედა კი ჰოელუნი იყო. ძველი მონღოლური ამბების მიხედვით, იესუგეიმ ჰოელუნის სხვა კაცისგან გაიტაცა და ცოლად შეირთო. ეს იყო სასტიკი მოვლენა, მაგრამ იმ დროს ასეთი გატაცებები ტომებს შორის მარტოც ხდებოდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თემუჯინი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, უკვე კარგად იცოდა ცხენზე ჯირითი, ნადირობა, თევზაობა და საშიშ გარემოში ცხოვრება. მონღოლებისთვის ცხენი სათამაშო არ იყო. ეს იყო მათი მთავარი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც ნადირობაშიც იყენებდნენ და ომში ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებად მიიჩნევდნენ. ამიტომაც, როცა ჯერ კიდევ ბავშვები არიან, ასწავლიან სხეულის დაბალანსებას, მაშინ როცა ცხენი სწრაფად გარბის. ისინი სწავლობენ ისრის გამოყენებას, მაშინაც კი როცა ცხენზე სხედან. როცა თემუჯინი მხოლოდ 8 ან 9 წლის იყო, მამამ იგი წაიყვანა იმ გოგონას ოჯახში, რომელსაც ბორტე ერქვა. აქ ორ ოჯახს შორის შეთანხმება შედგა, რომ ერთ დღეს თემუჯინი და ბორტე დაქორწინდებოდნენ. ეს ჯერ ნამდვილი ქორწილი არ იყო, არამედ შეთანხმება ორ ოჯახს შორის, რათა მათ უფრო მტკიცე კავშირი ქონოდათ. და აქ ჰესუგაიმ დროებით დატოვა თემუჯინი ბორტეს ოჯახში, რათა უკეთ გაეცნო თავისი მომავალი მეუღლე და ახალი ჯგუფი, რომელთანაც ერთად უნდა ეცხოვრა. ამის შემდეგ, როცა ჰესუგაი სახლში ბრუნდებოდა, გზაზე შეხვდა რამდენიმე ტატას. ტატარები ერთ-ერთი იმ ჯგუფთაგანია, რომელთანაც მათ ოჯახს დიდი ხანია კონფლიქტი აქვს. მონღოლთა საიდუმლო ისტორიის მიხედვით, ტატარებმა ჰესუგაის საჭმელი მისცეს და როგორც ამბობენ, მის საკვებს შხამი დაუმატეს. შემდეგ ის მაინც დაბრუნდა სახლში, მაგრამ მისი მდგომარეობა გაუარესდა და რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. ამის გამო თემუჯინი მაშინვე სახლში დააბრუნეს. ერთ წამში მან მამა დაკარგა და მთელი ოჯახიც დაცვის გარეშე დარჩა. მათ ოჯახში ძლიერი მამაკაცი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის იყო ლიდერი. ის იყო ის, ვინც საკვებს უზრუნველყოფდა, ოჯახს იცავდა და სხვა ჯგუფებთან შეთანხმებებს დებდა. როცა ჰესუგაი გარდაიცვალა, მისმა ყოფილმა ქვეშევრდომებმა უარი თქვეს ჰოელუმის, ჰესუგაის ცოლის დამორჩილებაზე. მათ არ სურდათ ქვრივისა და მისი შვილების მხარდაჭერა, რადგან ისინი მხოლოდ დამატებითი პირები იყვნენ, რომლებსაც საკვები სჭირდებოდათ. მათ ოჯახი მიატოვეს. ჰოელუნი დარჩა თემუჯინთან, თავის სხვა შვილებთან და ჰესუგაის შვილებთან, რომლებიც ჰესუგაის წინა ცოლისგან ყავდა. მათ აღარ ჰქონდათ დიდი პირუტყვის ფარა. მათ არ ყავდათ არმია, რომელიც დაიცავდა მათ. არც ძლიერი ნათესავები ყავდათ, რომლებიც დაუყოვნებლივ დაეხმარებოდნენ. გადასარჩენად ისინი აგროვებდნენ ფესვებსა და ველურ მცენარეებს. ისინი იჭერდნენ პატარა ცხოველებს და თევზაობდნენ მდინარეში. ისინი არ ცხოვრობდნენ როგორც ბელადის ოჯახი. ხშირად საკვები არ ყოფნიდათ და ყოველი დაჭერილი თევზი თუ ცხოველი უნდა გაეყოთ ერთმანეთს. აქედან დაიწყო ძლიერი კონფლიქტი ოჯახში. თემუჯინის ერთ-ერთი უფროსი, ნახევარ-ძმა მამის მხრიდან იყო ვექტორი. რადგან ის უფროსი იყო, შეეძლო დაეკავებინა ოჯახის მთავარი მამაკაცის პოზიცია. თემუჯინისთვის ეს პრობლემა იყო. ეს ნიშნავს, რომ მას აღარ დაემორჩილებიან და ვექტორს შეუძლია ოჯახის კონტროლი გადაიბაროს. მონღოლთა ძველი ისტორიის მიხედვით, კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა საჭმლის გამო. იყო შემთხვევა, როცა ვექტორმა სხვა ძმის მიერ დაჭერილი თევზი აიღო. ბრაზისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის გამო თემუჯინმა და მისმა ძმამ ცასარმა ვექტორი მოკლეს თავიანთი ისრებით. ეს უბრალოდ ძმებს შორის ჩხუბი არ იყო. თემუჯინმა საკუთარი ნახევარ-ძმა მამის მხრიდან მოკლა, რადგან მას საკვრისა და ლიდერობის მტრად აღიქვამდა. მათი დედა ჰოელუნი ძალიან გაბრაზდა. მან იცოდა, რომ მისი შვილების საქციელი საშიში იყო.
გაჭირვების დროს ერთმანეთის დახმარების ნაცვლად მათ კიდევ უფრო დაასუსტეს საკუთარი ოჯახი. მაგრამ ამ შემთხვევამ ასევე აჩვენა თემუჯინის ხასიათის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე. ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მაგრამ უკვე მზად იყო ძალადობა გამოეყენებინა ნებისმიერი იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც საფრთხე დაღიყონდა. თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრი ყოფილიყო, ის არ დაუშვებდა, რომ მის პოზიციას ვინმე წაერთმია. მალე ტაიჩიუდებმა შეამჩნიეს თემუჯინის გამბედაობა. ტაიჩიუდი იყო ჯგუფი, რომელიც ადრე დაკავშირებული იყო მის მამასთან, მაგრამ ისინი ასევე იმათ შორის იყვნენ, ვინც მის ოჯახს უღალატა. მათთვის თემუჯინი შეიძლებოდა გაზრდილიყო, შეეგროვებინა ხალხი და შური ეძია მათზე, რადგან მის ოჯახს უღალატეს. ამიტომაც დაიწყეს მისი ძებნა და ტყვე დაიყვანეს. მას დაადეს კანგე, მძიმე ხის საკელო, რომელსაც პატიმარს კისერზე და მხრებზე ადებენ. რადგან ის დიდი და მძიმე იყო, რთული იყო სირბილი, წოლა, ჭამა ან ხელების გამოყენება. მაგრამ როცა მცველები ზეიმობდნენ, თემუჯინმა შესაძლებლობა იპოვა. მან შეძლო თავის მცველისგან გაქცევა. ის გაიქცა მდინარისკენ და წყალში დაიმალა. მან მხოლოდ სახე ამოყო, რომ სულთქვა შეძლებოდა, სანამ ფაიჩიუდები მას ეძებდნენ. იგი შენიშნა კაცმა სახელად სორ სირ კანსხირა. მაგრამ იმის ნაცვლად რომ დაეხვირა სად იყო თემუჯინი, მან იგი არ გასცა. მოგვიანებით სორ სირ კანსხირას ოჯახმა მას მძიმე ხის კანგე მოხსნა და დამალეს მდევრებისგან. როდესაც გზა უსაფრთხო გახდა, თემუჯინი გაიქცა და თავის ოჯახს დაუბრუნდა. მას ჯერ კიდევ არ ყავდა ჯარი, არ ჰქონდა სიმდიდრე და არც ძალაუფლება. მაგრამ მან უკვე გადალახა მამის სიკვდილი, ძლიერი შიმშილი, საკუთარი ტომის ღალატი, ოჯახური კონფლიქტები და თხოვება. ამ გამოცდილებებიდან მან სამი რამ ისწავლა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენებდა. მხოლოდ სისხლის ნათესაობა არ არის საკმარისი, რომ ადამიანს ენდო. ერთგულება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნათესაობა. და მათ ადგილას ლიდერი, რომელსაც მოკავშირეები არ ჰყავს, ადვილად შეიძლება დაიკარგოს. ამიტომ შემდეგი რაც თემუჯინმა გააკეთა, არ იყო დიდი არმიის შეკრება. პირველ რიგში მას სჭირდებოდა ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც მზად იქნებოდნენ მის გვერდით დადგომაზე და უნდა დაემტკიცებინა, რომ მათი ერთგულების დაფასება შეუძლია. როცა თემუჯინი ოჯახში დაბრუნდა, ნათელი გახდა, რომ მარტო ცხოვრება არ შეეძლო. მას სჭირდებოდა ცოლი, მოკავშირეები და მებრძოლები, რომლებიც მზად იქნებოდნენ მისდიონ მას. ამიტომ დაბრუნდა ბერტესთან, იმ ქალთან, რომელიც დიდი ხნის წინ მის საცოლედ იყო დანიშნული. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ დროს მას ჯერ კიდევ თემუჯინი ერქვა და არა ჩინგისხანი. გავიდა კიდევ მრავალი წელი, სანამ მას ერთიანი მონღოლების მმართველად აღიარებდნენ. მიუხედავად ამისა, 16 წლის ასაკში თემუჯინმა ბერტე ცოლად შეირთო. მათი ქორწინება მხოლოდ მათ ორს არ ეხებოდა. ქორწინება ასევე იყო საშუალება, რომ ორი ოჯახი დაახლოებულიყო და მათი დაცვა გაძლიერებულიყო. ქორწინების საჩუქრად ბერტეს ოჯახმა თემუჯინს ძვირფასი ქურქი აჩუქა, რომელიც საბლის ტყავისგან იყო დამზადებული. საბლი არის ცხოველი, რომელსაც სქელი და ძვირფასი ბეწვი აქვს. იმ დროს ასეთი ქურქი უბრალოდ ტანსაცმელი არ არისო, არამედ დიდი სიმდიდრე, რომელსაც დახმარებაში, დაცვაში ან პოლიტიკურ ალიანსში გაწვდიდნენ. თემუჯინმა ეს საჩუქარი თავისთვის არ დამალა. მან იგი ტოგრულს, კერაიტების ძლიერ მმართველს მიუტანა. ტოგრული უბრალო უცხო ადამიანი არ იყო. ის ადრე თემუჯინის მამის ახლო მოკავშირე იყო. მათთან დაეწოდებოდათ ანუ ფიცით დაძმობილებულები. ისინი სისხლით ძმები არ იყვნენ, მაგრამ პირობა დადეს, რომ ერთმანეთს დაეხმარებოდნენ და დაიცავდნენ. თემუჯინმა ტოგრულს საბლის ქურქი გადასცა, როგორც პატივისცემის ნიშანი. ამასთან ერთად შეახსენა, რომ ის მისი ყოფილი მოკავშირის შვილია. თემუჯინის საქციელი გონივრული იყო. ქურქის საჭმლის საკიდლად გამოყენების ნაცვლად, მან ის ძლიერი ლიდერის მხარდაჭერის მოსაპოვებლად გამოიყენა. მან იცოდა, რომ ძლიერი მოკავშირე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლამაზი ტანსაცმელი. თოგრუმმა საჩუქარი მიიღო და თემუჯინს საკუთარ შვილივით მოექცა. მან ასევე დაპირდა, რომ დაეხმარებოდა მას საკუთარი ჯგუფის თავიდან შექმნაში. ეს იყო თემუჯინის ერთ-ერთი პირველი დიდი ნაბიჯი ძალაუფლებისკენ. მაგრამ სანამ ახალ ალიანსს სულად გამოიყენებდა, სერიოზული პრობლემა წარმოიშვა. მერკიტებმა მის ბანაკს თავს დაესხნენ. მერკიტები ძლიერი ჯგუფი იყვნენ, რომლებიც თემუჯინის ოჯახს დიდი ხანი ამტრავდნენ. რამდენიმე წლით ადრე თემუჯინის მამამ ხოელონი მისი დედა მერკიტი კაცისგან მოიტაცა. ამიტომ მერკიტების თავდასხმა უბრალოდ შემთხვევითი ძარცვა არ ყოფილა. ალბათ ეს შურისძიებაც იყო იმის დამო, რომ მისმა მამამ ადრე დედა მოიტაცა. როცა მერკიტი მებრძოლები მოვიდნენ, თემუჯინი სწრაფად გაიქცა და მისი ოჯახის სხვა წევრებიც. მაგრამ ბერტი გაქცევაში ვერ გაჰყვა. ამიტომ მერკიტებმა ის დააკავეს და წაიყვანეს. ეს დიდი სირცხვილი და დიდი საფრთხე იყო თემუჯინისთვის. თუ ის ვერ გადაარჩენდა თავის ცოლს, სხვა ჯგუფებს შეიძლებოდა ეფიქრათ, რომ ის სუსტი იყო და საკუთარი ოჯახის დაცვაც არ შეეძლო. მაგრამ მარტო ვერ შეუტევდა მერკიტებს. ამიტომ მან დახმარება თხოვა თუღრულს. ასევე მან მხარდაჭერას თხოვა ჯამუხას, მის ბავშვობის მეგობარს. ისევე როგორც თუღრული და იესუგეი,
თემუჯინი და ჯამუხა წანდა გახდნენ. ეს ნიშნავს, რომ მათ პირობა დადეს ერთმანეთს ნამდვილ ძმებივით მოექცეოდნენ. თუღრუმმა და ჯამუხამ დახმარებაზე თანხმობა განაცხადეს. მათ გააერთიანეს თავიანთი მებრძოლები და მერკიტების ბანაკს შეუტიეს. ზუსტი რაოდენობა მათი ჯარის უცნობია, რადგან ძველი ჩანაწერები განსხვავებულია. ნაცნათელია მათი ძალა საკმარისი იყო მერკიტების გასაოცრად და დასამარცხებლად. შეტევის დროს თემუჯინმა ბერტა იპოვა და სახლში დააბრუნა. ისტორიულ ჩანაწერებში არ არის ნათლად აღწერილი, რა გადახდა ბერტეს ტყვეობის პერიოდში. ამის მიუხედავად, გადარჩენიდან რამდენიმე თვის შემდეგ მან ვაჟი გააჩინა, რომელსაც ჯოკი დაარქვეს. მისი ტყვეობის ხანგრძლივობის გამო გავრცელდა კითხვა: ნამდვილად თემუჯინი იყო თუ არა ჯოკის მამა? ეს არ დადასტურებულა. ზოგიერთი ადამიანის ეჭვების მიუხედავად, თემუჯინმა ჯოკი საკუთარ შვილად აღიარა. ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი ოჯახის და თანამოაზრეების წინაშე თემუჯინმა არც ბერტე უარყო და არც ბავშვი უარყო. მაგრამ ჯოკის წარმოშობის საკითხი მრავალი წლის შემდეგ კვლავ წამოიჭრება და ეს თემუჯინის შვილებს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდება. ბერტეს გადარჩენამ თემუჯინის ცხოვრებაში დიდი ცვლილება შეიტანა. პირველ რიგში მან აჩვენა, რომ საჭიროების შემთხვევაში დახმარების თხოვნა და ალიანსის შექმნა შეუძლია. მეორეც მას უფრო მეტი მებრძოლი გაეცნო. და მესამეც, სხვა ჯგუფებმა დაინახეს, რომ ის უბრალოდ არ ტოვებს მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს. ბრძოლის შემდეგ თემუჯინი და ჯამუხა უფრო დაახლოვდნენ. ისინი ერთად მოგზაურობდნენ, ჭამდნენ და თავიანთ ხალხთან ერთად ცხოვრობდნენ. თავდაპირველად თითქოს ერთნაირი მიმართულება ჰქონდათ. ორივე სურდა ძლიერი გამხდარიყო და დიდი ჯგუფი ხოლოდა, მაგრამ მათი ლიდერობის მეთოდები განსხვავდებოდა. ჯამუხა მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი იყო. მისთვის აუცილებელი იყო ტრადიციული ლიდერების შენარჩუნება და მაღალი პოზიციებისთვის ცნობილი ოჯახების აღიარება. თემუჯინს კი სხვა შეხედულება ჰქონდა. ის მზად იყო მაღალი თანამდებობა მიეცა ადამიანს ერთგულებისა და უნარის გამო, თუნდაც ის მდიდარი ოჯახიდან არ ყოფილიყო. ჩაულებრივი მებრძოლებისთვის ეს დიდი მნიშვნელობის მქონე რამ იყო. ძველ სისტემაში რთული იყო დაწინაურება თუ ძლიერ გვარში არ იყავი დაბადებული, მაგრამ თემუჯინის ჯგუფში ერთგულ და ნიჭიერ მებრძოლს შეეძლო დაწინაურება. ნელ-ნელა ნათელი გახდა, რომ ორი ლიდერი ერთად ვერ დარჩებოდა. მოგოლთა საიდუმლო ისტორიის მიხედვით, როცა ისინი ახალ საძოვარს ეძებდნენ, ჯამუხამ შესთავაზა სად უნდა დაებანაკებინათ. თემუჯინმა მის რჩევას არ მიჰყვა. მან გააგრძელა მოგზაურობა თავის ოჯახთან და მიმდევრებთან ერთად. ბევრი ჯამუხას ყოფილი მიმდევარი თემუჯინს შეუერთდა. არ არის ნათელი, უბრალოდ საუბარი იყო თუ არა მათი გაყოფის მიზეზი. შესაძლოა მათ შორის დაძაბულობა დიდი ხანია გროვდებოდა, რადგან ორივეს ლიდერობა სურდა. მაგრამ იმ დროიდან ყოფილი ფიცის ძმები ნელ-ნელა მეტოქეებად იქცნენ. როდესაც თემუჯინს მეტი მიმდევარი გამოუჩნდა, მას საჭმლის, პირუტყვისა და საძოვრების მოძებნა დასჭირდა მათთვის. სტეპის ტერიტორიაზე ათასობით ადამიანის და ცხენის გამოკვება ადვილი არ არის. მუდმივი საწყობი, სავსე საკვებით არ ახსებობს. როდესაც ბალახი ამოიწურება ან პირუტყვი მოკვდება, საჭიროა გადასვლა ან სხვა რესურსის მოძებნა. ამიტომ სხვა ჯგუფებზე თავდასხმა ჩვეულებრივი ამბავია. ისინი ცხენებს და პირუტყვს იფარავენ. ისინი ასევე იღებენ ნივთებს და ზოგჯერ მიყავთ დათხოვებული ადამიანები, რათა დახადონ ახალი წევრები, მონები ან ცოლები. თემუჯინიც მონაწილეობდა ასეთ სისტემაში. ის არ იყო უბრალოდ გმირი, რომელმაც მხოლოდ სუსტები გადაარჩინა. ის ასევე იყო ლიდერი, რომელმაც ძალადობა, მუქარა და ქონების წართმევა გამოიყენა საკუთარი ძალაუფლების გასაზრდელად. მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება იყო იმაში, თუ როგორ აერთიანებდა ის დამარცხებულ ჯგუფებს. იმის ნაცვლად, რომ თითოეული კლანი განცალკევებულად დარჩენილიყო, მან ახალი მებრძოლები საკუთარ ძალებთან შეერთა. ამ გზით მათი ერთგულება ყოფილი ლიდერის მიმართ მცირდებოდა და პირდაპირ ერთგულებით იცვლებოდა თემუჯინის მიმართ. მისი ჯგუფი გაიზარდა, მაგრამ ჯამუხას რისხვაც გაძლიერდა. 1180-იანი წლების ბოლოს მათი დაპირისპირება ომში გადაიზარდა. ეს უბრალოდ საძოვრებზე ჩხუბი არ იყო. ორივე იბრძოდა იმის გასარკვევად, თუ ვინ გახდებოდა მონღოლების მთავარი ლიდერი. ბრძოლაში, რომელსაც ხშირად დალამბალჯოტის ბრძოლას უწოდებენ, თემუჯინის ძალები დამარცხდნენ. ჯამუხას არმიის შეტევა სწრაფი და ორგანიზებული იყო. თემუჯინის მეომრებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საკმარისი გამოცდილება და ერთიანობა, რომ ყოფილ მეგობარს დაჯაბნოდნენ. მოგოლთა საიდუმლო ისტორიის მიხედვით, ბრძოლის შემდეგ ჯამუხამ რამდენიმე თვე უკიდურესად სასტიკი მეთოდით დასაჯა. ამბობენ, რომ მან 70 თვე დიდ ქვაბებში მოხარშა ან მოკლა. და აქ, ამის ნაცვლად, რომ უფრო მეტად შეშინებოდათ და დაემორჩილებოდნენ, ბევრმა ადამიანმა მასზე ნდობა დაკარგა. მათ დაინახეს, რომ თუ დამარცხდებოდნენ ან შეცდომას დაუშვებდნენ, შეიძლება უმოწყალოდ დაესაჯოთ. ამ დროს კი თუნდაც თემუჯინი დამარცხებულიყო, ის საბოლოოდ არ ქრება. არ არის ნათელი ყველაფერი, რაც მან გააკეთა მომდევნო წლებში.
რადგან ამ პერიოდის შესახებ მისი ცხოვრების ჩანაწერები არასაკმარისია. მაგრამ როდესაც ის კვლავ გამოჩნდა როგორც ძლიერი ლიდერი, მისი ხალხი უფრო ორგანიზებული იყო. თემუჯინმა ისწავლა, რომ თითოეული მებრძოლის სიმამაცე საკმარისი არ არის. თუმდაც ბევრი ჯარისკაცი ხავდეთ, ისინი დამარცხლებიან თუ მკაფიო ბრძანებები არ არსებობს. არ არის დისციპლინა და თითოეული თავისით მოქმედებს. ამიტომ მან დაიწყო თავისი არმიის ჩამოყალიბების წესის შეცვლა. მან აღარ დატოვა მებრძოლები ერთად, მხოლოდ მათი კლანის ან ოჯახის მიხედვით. ის მათ ერთმანეთში ურევდა და აერთიანებდა ისეთ დანაყოფებში, სადაც მკაფიო ლიდერი ჰყავდათ. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან მთელი კლანისთვის გაცილებით რთული იყო აჯანყება, როცა მათი წევრები სხვადასხვა დანაყოფებში იყვნენ განაწილებული. ასევე უფრო მნიშვნელოვანი გახდა ბრძანებების შესრულება. როცა ლიდერი ბრძანებას გასცემდა უკან დახევის შესახებ, მთელი დანაყოფი უნდა დაეხია უკან. როცა ეუბნებოდნენ, რომ მტერს არ დევნებოდნენ, არავის შეეძლო უბრალოდ შორს წასულიყო და საკუთარი ნადავლი აეყო. ეს ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფილი სამხედრო სისტემა, რომელსაც ის მომავალში თავისი შემდგომი დაპყრობებისთვის გამოიყენებდა. მაგრამ აქ დაიწყო იდეის ჩამოყალიბება, რომ ორგანიზაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ მებრძოლთა რაოდენობა. თითოეული მონღოლი მებრძოლი ცხენზე ჯდომასა და მშვილდის გამოყენებაში იყო გაწუხტმენი. ხშირად მათ ერთზე მეტი ცხენი ყავდათ, რათა დაღლილი ცხენი მაშინვე შეეცვალათ. ამის გამო მათ სწრაფად შეეძლო დიდ მანძილებზე გადაადგილება. მაგრამ იმის მტკიცება, რომ ისინი ყოველთვის ზუსტად 70 მილის გავლას ახერხებდნენ დღეში, არ უნდა ჩაითვალოს მთელი არმიის რეგულარულ სიჩქარედ. ეს დამოკიდებულია ამინდზე, მიწაზე, საკვების რაოდენობასა და ცხენების მდგომარეობაზე. მათი ნამდვილი ძალა იყო უნარი, რომ ბევრ მტერზე უფრო სწრაფად ემოძრავათ. მათ შეეძლოთ მოულოდნელად გამოჩენილიყვნენ ერთ ადგილას. დაეხიათ უკან მანამ სანამ მტერი მოასწრებდა რეაგირებას და შემდეგ ისევ შეტევა სხვა მიმართულებიდან. როდესაც თემუჯინი აწყობდა თავის ძალებს, მას მიეცა შესაძლებლობა ებრძოლა თავისი ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ მტერთან, თათრებთან. იმ დროს ჩრდილოეთ ჩინეთის დიდ სამეფოს მართავდა ძინის დინასტია. ეს არ არის ქინის იმპერია, როგორც ხაროშია ნათქვამი. ჩინ და ძინ დინასტიები განსხვავებული დინასტიებია და მათ შორის 1000 წელზე მეტი დროის სხვაობა. ძინის დინასტიას თავისი პრობლემები ჰქონდა თათრებთან. ამის გამო ძინმა ითანამშრომლა თუღრულთან და თემუჯინთან, რათა მათზე თავდასხმა მოეწყოთ. თემუჯინისთვის ეს მხოლოდ უფრო დიდი სამეფოსთვის შესრულებული სამუშაო არ იყო. ეს იყო შურის ძიების შესაძლებლობაც. თათრებს ადანაშაულებდნენ მისი მამის მოწამვლაში. ამიტომ მათზე თავდასხმას პირადი მიზეზიც ჰქონდა, გარდა პოლიტიკური და სამხედრო სარგებლისა. თემუჯინისა და ტუღრულის გაერთიანებულმა ძალებმა დაახლოებით 1196 წელს თათრების დიდი ჯგუფი დაამარცხეს. ამ გამარჯვების გამო ჯინის მთავრობამ მათ ტიტულები გადასცა ჯიუდოთ. თემუჯინის რეპუტაცია სტეპში კიდევ უფრო გაიზარდა, მაგრამ ყველა თათარი ერთ ბრძოლაში საბოლოოდ არ დამარცხებულა. მათ ჯერ კიდევ ბევრი ჯგუფი ჰყავდათ და რამდენიმე წელი გავიდა, სანამ ისინი სრულად დაემორჩილებოდნენ თემუჯინს. როდესაც ის ძლიერდებოდა, ჯამუხა განაგრძობდა მოკავშირეების ძებნას. მათი ძველი მეგობრობა ფართომასშტაბიან დაპირისპირებად გადაიქცა. ეს აღარ იყო მხოლოდ ორი მამაკაცის დაპირისპირება. მრავალი ტომი და კლანი გაიყო, თუ ვის მხარეს დადგებოდნენ. ერთ მხარეს იყო ჯამუხა, რომელსაც მრავალი ტრადიციული ლიდერი უჭერდა მხარს, მეორე მხარეს კი თემუჯინი იდგა, რომელსაც მხარს უჭერდნენ ადამიანები, რომლებიც სჯეროდათ, რომ თავიანთი ნიჭითა და ერთგულებით შეძლებდნენ წინსვლას. თემუჯინმა ჯამუხა სამ ზედიზედ ბრძოლაში არ დაამარცხა, როგორც წყაროებში წერია. მათი დაპირისპირება უფრო ხანგრძლივი და არეულობით სავსე იყო. იყო შემთხვევები, როცა თემუჯინი მარცხდებოდა, იყო შემთხვევები, როცა მისი მოკავშირეები ტოვებდნენ მას, ზოგჯერ მისი ყოფილი მეგობრები მტრის მხარეს გადადიოდნენ, მაგრამ ყოველ დაბრუნებაზე მისი ძალა უფრო ორგანიზებული და უფრო დიდი ხდებოდა. 1200-იანი წლების დასაწყისში ჯამუხა გახდა დიდი ალიანსის ნაწილი, რომელიც ცდილობდა თემუჯინის გაძლიერების შეჩერებას. ჯამუხა ერჩიეს კიდეც გურქანად, ტიტული, რომელიც ნიშნავს დიდ ან ძლიერ მმართველს. მაგრამ ტიტული საკმარისი არ იყო, რომ ალიანსი ერთიანად შეენარჩუნებინა. მისი მრავალი თანამგზავრი საკუთარ ინტერესებს მისდევდა. თუ დაინახავდნენ, რომ მეორე მხარე უფრო ძლიერი ან უფრო გულუხვია, შეიძლებოდა მათ იმ მხარეს გადასულიყვნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისუსტე ძველი ტომობრივი ალიანსებისა. ხშირად ერთიანობა მხოლოდ ლიდერების პირად ურთიერთობებზე იყო დამოკიდებული. ამასობაში თემუჯინი აგრძელებდა ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც მხოლოდ ნათესაობაზე არ იყო დამოკიდებული. 1204 წელს თემუჯინმა დაუპირისპირდა ნაიმანებს, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დარჩენილ ჯგუფს სტეპის დასავლეთ ნაწილში. მისი ჯარის ზუსტი რაოდენობა 80,000 მხედარი დანამდვილებით არ იყო ცნობილი. არ არსებობს საკმარისად სანდო ჩანაწერი, რომ დაადასტუროს ეს რიცხვი. ძველი ჩანაწერების მიხედვით თემუჯინმა ბრძოლის წინ მოტყუება გამოიყენა. ამბობენ, რომ მან თავის მეომრებს უბრძანა ღამით ბევრი კოცონი დაენდოთ. ამის გამო ნაიმანებმა იფიქრეს, რომ თემუჯინის ჯარი ძალიან დიდი იყო. მეორე დღეს თემუჯინმა მათ ძალებს შეუდია. ნაიმანები დამარცხდნენ და მათი მთავარი ლიდერი დაიღუპა.
ზოგი გადარჩა, მაგრამ მათ დაკარგეს დიდი ნაწილის კონტროლის უნარი სტეპზე. ნაიმანებთან ერთად ალიანსში იყო ჯამუკა, მაგრამ მან კიდევ ერთხელ მოახერხა გაქცევა. ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ძლიერი ლიდერი დარჩარჩა, რომელსაც თემუჯინის შეჩერება შეეძლო. ბავშვი, რომელსაც ადრე არც საკუთარი ცხენი ყავდა, არც დაცვა და არც ტომი, რომელიც მას შეიფარებდა, მონღოლეთში ყველაზე ძლიერ ლიდერად იქცა. მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. როდესაც ის სრულ ძალაუფლებას უახლოვდებოდა, მის ცხოვრებაში ყველაზე რთული კითხვას უნდა გასცემოდა პასუხი. რას გააკეთებდა ჯამუკასთან? ყოფილი მეგობარი, რომელსაც ოდესღაც ძმად მოიხსენიებდა, ეხლა კი მისი მეფობის გზაზე ბოლო დიდი დაბრკოლება გახდა. ბოლოს ჯამუკა საკუთარმა ხალხმა გასცა და თემუჯინთან მიიყვანეს. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მოღალატეები დაეჯილდოებინა, თემუჯინმა ისინი სიკვდილით დასაჯა. მისთვის ადამიანი, რომელსაც საკუთარი ლიდერის ღალატი შეუძლია, სხვებისთვისაც შეძლებს ღალატს. თემუჯინმა ჯამუკას შესთავაზა მის გვერდით დაბრუნება, მაგრამ მან უარი თქვა. ჯამუკამ მხოლოდ ის ისურვა, რომ ისე მოეკლათ, რომ მისი სისხლი არ დაყრილიყო. ზუსტად როგორ მოკლეს იგი უცნობია, მაგრამ მისმა სიკვდილმა დაასრულა მონღოლეთში ლიდერობისთვის ყველაზე დიდი დაპირისპირება. 1206 წელს მთავარი ლიდერები შეიკრიბნენ შეკრებაზე, რომელსაც კურულთაი ეწოდებოდა. აქ თემუჯინი აღიარეს უმაღლეს ლიდერად და მიანიჭეს ტიტული ჩინგის ხაენი. ამ დროიდან ის აღარ იყო მხოლოდ ერთი კლანის ლიდერი. ის გახდა გაერთიანებული მონღოლების ლიდერი. ჩინგის ხაენმა თავისი არმია მკაფიო ერთეულებად მოაწყო, არა მხოლოდ მდიდრების შვილებით. და ადრე არსებული ლიდერები კვლავაც შეძლებდნენ მაღალი პოზიციების დაკავებას. ასევე ჩვეულებრივ მებრძოლსაც შეეძლო დაწინაურება თუ ის გამორჩეული მამაცი და ერთგული იყო. დისციპლინა მკაცრი იყო, ხოლო დაუმორჩილებლობასა და დანაყოფის მიტოვებაზე მძიმე სასჯელი ეკისრებოდა. მან ასევე შექმნა სწრაფი მესენჯერების სისტემა, რომლებიც სადგურებში ცხენებს ცვლიდნენ, რათა ბრძალებები სწრაფად მიეღოთ ადრესატებს. მონღოლების გაერთიანების შემდეგ მან შეუტია დასავლეთ შიას, ტანგუტების სამეფოს, რომელიც მონღოლეთსა და ჩინეთს შორის არსებულ მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე მდებარეობდა. 1209 წლისთვის დასავლეთ შია იძულებული გახდა ეცნო მისი ძალაუფლება და ხარკი გადაეხადა. ამის შემდეგ მან ჩრდილოეთ ჩინეთში მდებარე უფრო დიდ ძინის დინასტიას შეუტია. 1211 წელს დაიწყო დიდი მონღოლთა შემოსევა. მონღოლთა კავალერია ძლიერია ღია სივრცეში, მაგრამ ისინი სირთულეებს აწყდებოდნენ მაღალი კედლებით გარშემოთქმულ ქალაქებში. ამიტომ მათ დაიქირავეს ინჟინრები და ისწავლეს კატაპულტის, ალტის კოშკისა და სხვა მოწყობილობების გამოყენება, რათა ქალაქებში შეღწევა შეძლებოდათ. 1215 წელს დაეცა ჟონგდუ, ქალაქი, რომელიც თანამედროვე პეკინის ტერიტორიაზე მდებარეობს. მაგრამ ჯინების დინასტია ჯერ კიდევ სრულად არ იყო დაპყრობილი. ომი გაგრძელდა და საბოლოოდ მხოლოდ მაშინ დაეცა 1234 წელს, რამდენიმე წლის შემდეგ ჩინგის ხაენის გარდაცვალებიდან. ქალაქზე თავდასხმამდე ხშირად აძლევდნენ მას დანებების შანსს. თუ ქალაქი მაშინვე დანებდებოდა, მას შეეძლო თავიდან აეცილებინა მძიმე განადგურება. მაგრამ თუ ისინი იბრძოდნენ და დამარცხდებოდნენ, საფასური ძალიან მძიმე იყო. ბევრი ქალაქი განადგურდა და უამრავი ადამიანი დაიღუპა. მონღოლებმა შიში გამოიყენეს იმისთვის, რომ სხვა ადგილები დანებებაზე დაეხოლიებინათ ბრძოლის გარეშე. როდესაც მისი ტერიტორია ფართოვდებოდა, ჩინგის ხაენი ცდილობდა ვაჭრობას ხვარაზმ-შახის იმპერიასთან ცენტრალურ აზიაში. მან ვაჭრების ქარავანი გაგზავნა, მაგრამ როცა ისინი ოტრარის ქალაქში ჩავიდნენ, მათ ჯაშუშაში დაადანაშაულეს. მათ წაარქვეს საქონელი და უმეტესობა მოკლეს. ჩინგის ხაენმა ელჩები გაგზავნა ახსნის მოთხოვნით, მაგრამ ერთ-ერთი ელჩი მოკლეს და სხვები დაამცირეს. ჩინგის ხაენისთვის ეს დიდი დარღვევა იყო. ელჩები დაცულნი უნდა იყვნენ, რადგან ისინი ლიდერებს შორის გზავნილებს გადასცემენ. 1219 წელს მან ხვარაზმ-შახთა იმპერიას შეუტია. მან თავისი ჯარი დაყო და სხვადასხვა მიმართულებით გაატარა. ამის გამო მტერმა ვერ გაიგო, სად დაეგზავნა თავისი ჯარები. ერთის შემდეგ მეორე დაეცა ოტრარი, ბუხარა, სამარკანდი და სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები. მუხამად მეორე გაიქცა და დამალუისას გარდაიცვალა. ბრძოლა გააგრძელა მისმა ვაჟმა ჯალალ ალ-დინმა, მაგრამ მან ვეღარ აღადგინა მათი იმპერიის ძველი ძალა. 1221 წლისთვის ხვარაზმ-შახთა იმპერიის ძირითადი ნაწილი უკვე განადგურებული იყო. ბევრი ქალაქი დაინგრა და უამრავი ადამიანი მოკლეს. ზუსტად არ არის ცნობილი დაღუპულთა რაოდენობა. მაგრამ ცხადია, რომ ეს იყო მონღოლთა იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი კამპანია. როდესაც ჩინგის ხაენი ბერდებოდა, მას უნდა აერჩია თავისი მემკვიდრე. მას ბერთესთან ყავდა 4 მთავარი შვილი: ჯოჩი, ჩაგათაი, ოგედეი და თოლუი. იმის გამო, რომ ჯოჩი და ჩაგათაი ვერ თანხმდებოდნენ, მან ოგედეი აერჩია მემკვიდრედ. ოგედეი უფრო მშვიდი იყო და უკეთ შეეძლო ოჯახის ერთიანობის შენარჩუნება. 1226 წელს ჩინგის ხაენმა კვლავ შეუტია დასავლეთ სიას, რადგან მან უარი თქვა მისი წინა ლაშქრობების მხარდაჭერაზე. ომის მიმდინარეობისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
არსებობს ამბები, რომ ის ჩამოვარდა ცხენიდან, დაიჭრა ან დაავადდა. მაგრამ ზუსტად არავინ იცის, რომელი იყო ნამდვილი მიზეზი. ჩინგისხაენი 1227 წელს გარდაიცვალა. მონღოლებმა მისი სიკვდილი საიდუმლოდ შეინახეს, რათა მტერს არ გაეგო ამის შესახებ. დღემდე უცნობია, სად არის იგი დაკრძალული. მისი გარდაცვალების შემდეგ მისი შვილებმა და შვილიშვილებმა გააგრძელეს დაპყრობა. მონღოლთა არმიები კორეაში, ჩინეთში, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მივიდნენ. შემდგომში მათი იმპერია ისტორიაში ყველაზე დიდი უწყვეტი სახმელეთო იმპერია გახდა. მონღოლთა მმართველობის დროს რამდენიმე მთავარი სავაჭრო მარშრუტი უფრო უსაფრთხო გახდა. პროდუქტები, ტექნოლოგიები, ცოდნა და იდეები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უფრო სწრაფად ვრცელდებოდა. მაგრამ ამ წარმატებას ვერ გავაცალკევებს სასტიკი ძალადობისგან. ჩინგისხაენმა გააერთიანა დიდი ხნის განმავლობაში მებრძოლი ჯგუფები და ჯგუფები და შექმნა უზარმაზარი იმპერია. მაგრამ ეს ძალაუფლება აშენდა ომის, შიშისა და განადგურების გზით. ჩინგისხაენი გარდაიცვალა, მაგრამ არმია და სისტემა, რომელიც მან დატოვა, კვლავ აგრძელებდა წინსვლას და შეცვალა მსოფლიოს დიდი ნაწილის ისტორია.